სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ დღევანდელ წაკითხულ სახარებაში უფალი გვესაუბრება მიტევების შესახებ. და ამბობს, რომ სათასასუფეველი ემსგავსა მეფეს, რომელმაც ინება ანგარიშის გასწორება თავის მონებთან. და წარმოუდგინეს პირველი მონა თქვენიცით ეს იგავი, მაგრამ დღევანდელი საკითხავია და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს. წარმოუდგინეს პირველი მონა, რომელსაც 10,000 ტალანტი ემართა მისი. და რადგან ვერ იხდიდა მეფემ ბრძანა, რომ გაყიდეთო ეგ მისი ოჯახიცო, მისი ქონებაცო, რომ გადაიხადოს. მონა შეწუხდა, ჩაუვარდა მეფეს მუხლებში და ევედრება, სულგძელი იყავი ჩემზე და მომითმინა, სულგძელებით შეხედევ ამ საქმეს და ყველაფერს გადაგიხდიდა. მეფემ არამცდო დრო მისცა, არამედ საერთოდ აპატია. შემდეგ წამოვიდა ეს, ახლა წარმოიდგინეთ, ადამიანი უბრალოდ მე რაღაცნაირად ძალიან საკვირველია ამ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც წარმოიდგინეთ, მთელი ოჯახი უნდა სატუსაღოში ჩაეგდოთ თუ გაეყიდათ თუ მთელი ქონება მისი და ეს ყველაფერი არ მოხდა. აჩუქეს ეს ყველაფერი, ესე რომ ვთქვათ და არამცდო დროებით, არამედ საერთოდ აღარ უნდა მეფეს მისი ვარი. როგორი გახარებული უნდა ყოფილიყო შინაგანად, როგორი ბედნიერი უნდა ყოფილიყო და გახსოვთ ერთი ადამიანი რომ იყო, შეიგი რომ გამოიარა და შეურაცხყოფა მიაყენა სხვასთან, მან უთხრა რომ ბედნიერებას გისურვებ. და როგორ ის შეურაცხყოფას გაყენებსო, განსხვავსო და შენ ბედნიერებას უსურვებ, ხო? კიო, იმიტომ რომ ეგრო ბედნიერი იყოსო, მე მაგას არ მაკადრებდაო, მე შეურაცხყოფას არ მომაყენებ და თვითონ თუ ბედნიერია კაციო, მაშინ სხვას არ მიაყენებს შეურაცხყოფასო. და ეს კაცი თითქოს ესეთი უნდა იყოს, მეფისგან წამოსული კაცი, მაგრამ სრულიად საპირისპიროს ხედავთ. მან ნახა თავისივე თანამოძმე, იგივე ბატონის მონა, რომელსაც მისი 100 დრაქკანი ემართა. ეს იმასთან შედარებით, როგორც იტყვიან, ზღვაში წვეთია, რაც მას ემართა მეფისთვის. და მოკლედ ხელში წაუჭირა ხელი, აღსჯობს და ეუბნება, რომ მომეციო ჩემი ვალიო, სანამ არ გადამიხდიო, წაიყვანა და საპყრობილეში ჩააგდებიო. ეს რომ გაიგეს სხვა მონებმა, შეწუხდნენ უდანაშაულოდ დასჯილი კაცის გამო. და მივიდნენ მეფესთან და უთხრეს, მეფე, აი შენ რო ამ კაცს ასე და ასე აპატიე, მან ასეთი რამ გააკეთა. და მეფემ დაუძახა და უთხრა, რომ შენ რომ მევედრებოდიო, ხო გაპატიეო. და განა შენ არ უნდა გეპატიებინაო შენი თანამოძმისთვისო. და უფალი ამბობს ბოლოს, რომ ასე მოუვაო და წაიყვანეთო ეგო და ჩააგდეთ საპყრობილეშიო, სანამ ბოლომდე არ გადაიხდის. და ბოლოს დასკვნა ასეთია, ასე მოუვა ყველასო, ვინც მთელი გულით არ აპატიებს თავის მოძმეს შეცოდებებს. ახლა ზოგჯერ ადამიანი იკითხავს, რომ აი უკვე ვაპატიე, არაერთხელ ვაპატიე, რამდენჯერ უნდა ვაპატიო. სწორედ ასეთი კითხვით მივიდა პეტრე მოციქული მაცხოვართან და სწორედ მას მოუყვა ეს იგავი მაცხოვარი. და ეკითხება, რამდენჯერ ვაპატიო ჩემთან შემცოდესო, 7-ჯერ ვაპატიო? და უფალი ეუბნება, არ გეუბნები რომ 7-ჯერ აპატიო, არამედ 70 გზის 7-ჯერ აპატიო. ანუ უსასრულოდ აპატიე. სხვაგან ეუბნება, რამდენჯერაც არ უნდა შეგცოდოს ადამიანმა და მოვიდეს და გითხრას მაპატიეო, აპატიე. აი ეგ არის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ეს თან ქრისტიანის ცხოვრებაში. მოდი ამ იგავს ცოტა ჩაუღრმავდეთ. ის მეფე, თქვენ ხა ხვდებით, რომ ღმერთს განასახიერებს. და ადამიანი, რომელსაც 10,000 ტალანტი ემართა, ეს თითოეული ჩვენგანი ვართ.
ეხლა ჩვენ როდესაც მოვდივართ აქ აი სულ დამძიმებულები ახსარებაზე რომ მოვდივართ რომელიმე ჩვენგანს ხო არ გვაქვს იმის განცდა რომ ღმერთი მე ამას აღარ მაპატიებს პირიქით ჩვენ იმედით მოვდივართ რომ ღმერთი მოწყალია და აბა ღმერთი რისი ღმერთია თუ არ გვაპატიებს გესმით აი ესეთი განწყობით მოვდივართ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოს ჩვენ გვწამს ღმერთის გულმოწყალების არ ის ყველაფერს გვაპატიებს ოღონდ ჩვენ სინანულით მოვიდეთ აი ამ განწყობით მოდის ადამიანი და ეს სწორია იმიტომ რომ ღმერთი მართლაც ასეთია უძღებიშვილი სიგავე ხომ გახსოვთ არამც თუ ბოლომდე დააცა და შემცოდე შვილს მისვა არამედ თვითონ გამოეგება და ჩაიკრა გულში კოცნის შემცოდე შვილს და ღმერთი ასე ელოდება მონანულ ადამიანს და სწორედ ამ მონასაც ასე ელოდებოდა მაგრამ ამ მონამ რა გააკეთა ჩვენ მოვდივართ ახსარებაზე ღმერთი გვპატიობს და ჩვენ ერთმანეთს ვახრჩობთ ჩვენ ერთმანეთს არ პატიობთ იქნება ეს შეიძლება ოჯახის წევრი იქნება ეს სამეგობროში თუ სამსახურში თუ სკოლაში თუ ყველგან და აი გუშინ იყო რა საოცარი ის არის გუშინ იყო მე მინდა შედარება გავაკეთო წმინდა სტეფანე პირველ დიაკონის ხსენება იყო ეს საოცარი დიდი წმინდანია პირველ დიაკონი იყო ეს საერთოდ პირველად 7 დიაკონი რო დაადგინეს და სტეფანე პირველ დიაკონი როდესაც იუდეველებს უქადაგებს ისინი ისე გამძვინვარდებიან არა და უქადაგებს იმას რომ ძველი აღთქმის შემდგომ ახალი აღთქმის ეკლესია უნდა იყოს ეს ბუნებრივი გაგრძელება უნდა იყოს იმის და რომ ღმერთი არ არის შემოსაზღვრული რომელიმე ერთი ტაძარით როგორც მათ მიაჩნდათ რომ იერუსალიმშია მხოლოდ ღვთისთაყვანისცემის ადგილი და ამის გამო გამძვინვარებულები აპირებენ მის ქვით ჩაქოლვას და ის სულ ჩემთვის ძალიან ესეთი ცნობიარე მომენტია ხოლმე აქ როდესაც სტეფანე პირველ მოწამე ხედავს ჩას გახსნილს და თვითონვე ამბობს რომ მე ვხედავ ან მოწამეობრივი აღსასრულის წინ დგას მთელი ძველი აღთქმიდან მოუყვანს მაგალითებს სამყაროს შექმნიდან ვიდრე ქრისტეს მოსვლამდე რომ როგორ ელოდებოდა კაცობრიობა ქრისტეს მოსვლას მაგრამ ისინი ამას ურს აღარ უდგებენ უკვე და აპირებენ უკვე წარმოიდგინეთ ქვები უჭირავს ქვით უნდა ჩაქოლონ ქალაქგარეთ გაიყვანეს როგორც ქრისტე გაიყვანეს ქალაქგარეთ და იქ ჩასაცეს და მე ვხედავ ამბობს წმინდა სტეფანე გახსნილ ცას და ქრისტეს მარჯვენით მამისა მდგომარეს არა მჯდომარეს როგორც ჩვენ სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ არამედ მდგომარეს და ის სწორედ რომ მდგომარეს აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე რატო არის მნიშვნელოვანი რომ ქრისტე თავის საყვარელ მოწაფეს ასე ფეხზე მდგომელი ესე რომ ვთქვათ ადამიანური გაგებით გულშემატკივრობს რომ ღირსეულად გადალახოს ეს მოწამეობრივი აღსასრული აი როგორც ადამიანი თავის შვილს შეიგი არ გინდათ გადაღებები და ესეთი მოусმინეთ თავის შვილს ადამიანი რომ დავუშვათ აი საასპარეზოდ გაუშვებს ჭიდაობა იქნება თუ კონცერტი იქნება თუ რაღაცა და რომ ვერ ზის სკამზე რო ვერ ისვენებს და ფეხზე რო დგას და ასე რო გულშემატკივრობს აი დაახლოებით ადამიანური შედარება რო ვთქვათ ქრისტე ფეხზე დგას და უყურებს წმინდა პირველ მოწამე სტეფანეს და როდესაც უკვე ქვებით ქოლავენ წარმოიდგინეთ ადამიანი დასისხლიანებული უკვე სიკვდილის პირას და რა საოცარ რაღაცებს ამბობს ახლა ნახეთ ჯერ მოხს მოიდრებს და ღმერთს შეღაღადებს უფალო შეივედრე ჩემი სული ანუ შემიწყალებ და შეივედრე ჩემი სული და მე რეუბნება ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას ანუ ამათ ვინც მე ქვებით მქოლავენ დანაშაულად ნუ ჩაუთვლიო და საოცრად წერია ეს თქვა და დაიძინა ან ეს თქვა ეს სიტყვები თქვა და გარდაიცვალა და აი რა საოცარია წარმოიდგინეთ როგორი სიტყვები იყო ბოლო თავისი შეავედრა უფალს ამათ აპატია და გარდაიცვალა და ძალიან მნიშვნელოვანია რა მდგომარეობით გარდაიცვლება ადამიანი
აი ვიღაცაზე გაღიზიანებული რომ გარდაიცვლები, ეს საშინელებაა. იმიტომ რომ უფალი ამბობს მიუტევეთ და მოგეტევებათ. როგორც შენ მიუტევებ, ისევე მოგეტევებ. რატო ეხლა მოდი ვთქვათ, რატო ვერ მიიღო მიტევება იმ მონამ, ხო საბოლოო ჯამში საპყრობილეში ჩააგდეს 10,000 ვისაც აპატია, ხო გახსოვთ წეღარო მოღალ. რატო ვერ მიიღო მიტევება? არადა თავიდან ხო უთხრა რომ ვიპატიებია წადი, მაგრამ მას ისეთი სასტიკი გული ჰქონდა, რომ მის გულმა ვერ მიიღო ეს პატია. და ეს სასტიკი გული გამოჩნდა იმაშიც, რომ 100 დრაქკანი არ აპატია თავის თანამოწმეს. და აღსასრულის წინ რომ გაღიზიანებულია ადამიანი და ვინმეს არ პატიობს, ეს შეიძლება მისთვის დამღუპელი აღმოჩნდეს. და ვინ იტყვის, რომ ზუსტად ვიცით, როდის არის ჩვენი აღსასრული. აი მონასტერში ასეთი წესია, რომ ყოველი საღამოს ერთმანეთს შენდობას თხოვენ ღერები. ოჯახშიც ასეთი წესი უნდა იყოს. ყველა ერთმანეთს ძილინებისას რო უსურვებს, თან მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ რაიმე ბრალი მიუძღვის, უნდა შენდობა ითხოვოს. იმიტომ რომ რომელიღაც აღამე ხო ვიღაცისთვის ბოლო აღმოჩნდება და შენდობილი უნდა იყოს. ეს ცნებაც არის ღვთისა მოციქული პავლე ამბობს, რომ მზენო ჩავაო თქვენს განრისხებაზე, არ უნდა დაღამდეს ისე, რომ ვინმეზე გული გიწყრებოდეს. ვინმე შენზე იყოს განაწყენებული და შენდობა არ თხოვო. მე ადრეც მოგიყევი და კიდევ მინდა ამის საპირწონეთ, წმინდა სტეფანე პირველ მოწამის მაგალითი საპირწონეთ მოვყვე, რომ თუ არა ვწდები, კიევში მოხდა ერთ-ერთ მონასტერში, მის ისტორიაშია ჩაწერილი. ნამდვილი ამბავია ესე იგი და იქ ბერები ცხოვრობენ, მონასტერია და ორი ბერი იყო, რომელთაც განსაკუთრებით ძმურად ერთმანეთი ასე ძალიან უყვარდათ და მაგრამ ეშმაკმა მოახერხა მათი დაპირისპირება. ის იმდენად დაპირისპირება ერთმანეთს ვერ იტანდნენ. აი წერია რომ ერთი რო სადღაც შევიდოდა და უშოთ ტაძარში შემოვიდა სალოცავად, მეორეც თუ შემოვიდა და ის პირველი გადიოდა. ვერ ეგუებოდნენ, რომ ერთად ყოფილან. მოხდა ისე, რომ დასნეულდა ერთ-ერთი ამ ორთაგან და ითხოვა წინამძღვრისგან, რომ თუ შეიძლება მამებს უთხარიო ბერებს, რომ მოვიდნენ ჩემთან, რომ ყველა შენდობა ვთხოვო და განსაკუთრებით იმას, რომ ვისთანაც ეს უსიამოვნება მაქვს. ყველა მოვიდა და შენდობას თხოვს ყველას, ეს დასნეულებული იციან, რომ უკვე უნდა გარდაიცვალოს. და ის ძმაც რომ მოვიდა, ვისთანაც წყენა ჰქონდა და სთხოვა შენდობა, წოლიარემ ამ ჯანმრთელმა თქვა, რომ უკუნისამდე არ ვაპატიებ. და მოხდა საოცარი რამ, იმ წუთშივე გარდაიცვალა, ვინც ეგ თქვა, უკუნისამდე არ ვაპატიებ. დავატყობი კი ფეხზე წამოდგა ჯანმრთელი. ბერები გაკვირვებულები იყვნენ, ვერ იგებდნენ რა ხდება და თავად განკურნებულს ეკითხებოდნენ. ის პასუხობდა, რომ ჩემს თავთანო ანგელოზი იდგა. საერთოდ როდესაც არაერთხელ ყოფილა წმინდა მამათა ცხოვრებაში, რომ გარდაცვალების წინ ბევრ რამეს ხედავს ადამიანი, ვიდრე მაშინ, როდესაც ახლა ჩვენ ვართ და მიღმიერ სამყაროსთან აქვს უკვე რაღაცა კავშირი გარკვეული სახით. და ის ამბობდა, რომ ანგელოზი იდგაო ჩემს თავთანო და მე როდესაც შენდობას ვითხოვდიო და მომიტევებდნენო მამები, ანგელოზს უნდა წავეყვანე. მაგრამ როდესაც ძმამ თქვა, რომ უკუნისამდე არ ვაპატიებო, მე დამტოვესო აქ და ის წაიყვანეს. და ეხლა შეხედეთ, სად სტეფანეს გარდაცვალება, რომ ყველაზე ამბობდა მიუტევეთ და სად ჩემო მეგობარო, ნუ დადიხარ ტაძარში, ცოტა ხანი გაჩერდი რა. მე ამდენი ადამიანის ყურადღებას იქცევ. დამშვიდი ცოტა. სად სტეფანეს გარდაცვალება, რომ ყველას აპატიებ და სად ამის გარდაცვალება, რომ უკუნისამდე არ ვაპატიებ. ორივენი ხო ღვთის წინაშე უნდა წარდნო. და თუ შენ არ აპატიებ, შენც არ მოგეტევებ. არა და ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ცხოვრებაში არ ვპატიობთ ვიღაცას ერთს მეორეს მე, ეს ხო გროვდება და ღვთის წინაშე რო წარდგებით, რა უნდა უთხრათ? აი მე რამდენადაც ვიცი, წაღანაც ვეკითხებოდი. დავუშვათ, ვინც ყოფილა, ახლა მე ეს გამოცდილება არ მაქვს, საზღვარგარეთ მიდიხარ მანქანით.
იქ რო სხვადასხვა დარღვევებს გააკეთებ, კამერა დაგაფიქსირებს თუ რა იქნება. ბოლოს საზღვარზე ისე არ გამოგიშვება, თუ ყველაფერს არ გადაიხდი. ის გამოც დაჯარიმდი. არ გამოგიშვება. ხო და აქაც ესე, ამ წუთის სოფელში, რასაც ვიღაცებს არ მიუტევ, მოგეკითხება იმის გამო. იმიტომ რომ უფალი გეუბნება, მიუტევეთ და მოგეტევებათ. როგორც შენ მიუტევებ, ისე შენ მოგეტევებ. განა იმიტომ კი არა, რომ ეხლა ზოგმა ესე კი არ წარმოიდგინოს, რომ აი პატარა ბავშვებმა რო იციან, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, მეც ამას არ გაგიკეთებ. ესეთი კი არა. შენ თუ არ მიუტევებ და გული შენი არ იქნება მიმტევებელი, ვერც შენი გული მიიღებს აი ამ მადლს მიტევების. როგორც უმოწყალო მონამ ვერ მიიღო, რომელსაც აპატია 10,000 და თვითონ არ აპატია. ვერ მიიღო მან მიტევები. ამაზეა ლაპარაკი. ამიტომაც აი ჩვენ ყოველთვის ისე უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს გულში უნდა ვპატიობდეთ. და ასევე შენდობასაც უნდა ვითხოვთ. თქო შენდობას რო ითხოვ ადამიანი, თან უნდა გეტყობოდეს, რომ შენ მართლა წუხარ იმის გამო. და თუ მართლა წუხარ იმის გამო, მაშინ სასჯელიც უკვე საჭიროც აღარ არის. იმიტომ რომ თითოეული სასჯელი სულიერი გაგებით ამბობ. მიზნად ისახავს ადამიანის სინანულში მოყვანას. გახსოვთ სახარებისეული ერთი იგავი, ერთ კაცო ენერგია დგაო თავის ვენახშიო და მიდიოდაო და ნაყოფს ვერ პოულობდა. ნაყოფი არ ქონდა და მებაღეს უთხრა, ვიღაცთვის აფუჭებს ტყუილად ნიადაგს, მოდი მოვჭრათ და მებაღე მოთხრა, არა, მოდი ამ წელიწადსაც ვაცადოთ. გარშემო შემოუთოხნიო, გავანოყიერებო. ანუ ეს რა არის? უნაყოფო ადამიანი, რისთვის უნდა იყოს? რისთვის უნდა ყოფილიყო ის ბერი, რომელმაც თქვა, რომ უკუნისამდე არ ვაპატიებ. რაც დრო გავიდოდა და რამდენი წელიც არ აპატიებდა, იმდენი მისთვის უბედურება იქნებოდა. ამიტომ ესეც მოწყალება იყო მისთვის, რომ მალევე წაიყვანა უფალი. სად 20 წელი რო არ პატიობ ვიღაცას და სად 2 წელი რო არ პატიობ ვიღაცას. და თუ ღმერთმა იცოდა, რომ ეს მაინც აღარ აპატიებდა არასოდეს. რა აზრი ქონდა იმის დატოვებას? მაინც თუ ვერ უნდა გადარჩენილიყო, აი რა საშინელი რამე. და მებაღე მუთხრა, შემოუთოხნი და გავანოყიერებ, ანუ გასაცდელები ექნება ადამიანს. და თუ მაინც არ გამოიღო ნაყოფი და ნაყოფი არის სინანული, მაშინ უკვე აზრი აღარ აქვს ამის ყოფნას. ანუ ნაყოფი სინანულია, ოღონდ ის სინანული, რასაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი ამბობს, რომ სინანულის ღირსი საქმეები გამოიღეთო. ვიღაცას რო შენდობას თხოვ და თუ შენ იგივეს აგრძელებ, მაშინ ეს შენი შენდობის თხოვნა უკვე გამაღიზიანებელი. ერთხელ თქო, ორჯერ, 10ჯერ და შენ არ გეტყობა არაფერი იმის შესაბამისი, რასაც შენდობას ითხოვ. ისევ იგივეს აკეთებ, ყოველ შემთხვევაში არ ცდილობ რომ შეცვალო. მაშინ ეს უკვე გამაღიზიანებელი. ამიტომ ამას ჯობია საერთოდ არ ითხოვ შენდობა, მაგრამ საქმით გეტყობოდეს, რომ რაღაცის შეცვლა გინდა. საბოლოო ჯამში კი ამიგავის მთავარი შინაარსი ის არის, რომ ღმერთი ჩვენ პატიობს და ჩვენც მიმტევებელი უნდა ვიყოთ ადამიანების მიმართ. არ უნდა ის თითი, რომელსაც სხვისკენ იშვებ, ჯერ საკუთარი თავისკენ უნდა გაიშვიოს. და სხვის მიმართ უნდა მობიერი იყოს ადამიანი, აი საკუთარი თავის მიმართ კი მკაცრი უნდა იყოს. და რამდენჯერაც არ უნდა აპატიო, თუ ბოლოს არ აპატიო, აზრი არ აქვს, ისიც წყალში გეყრებ, აი დაკიდული კიბეროა და რო ადიხარ. კარგი, 80 საფეხური აიარე, მაგრამ ის ერთი საფეხური თუ ჩაწყვეტილია, დანარჩენი ყველაფერი წყალში იყრება. ისიც უნდა აპატიო, ბოლომდე უნდა აპატიო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს არის ხსენება წმინდა 9 ძმა ხერხეულიძისა, მათი დედისა და დისა. წარმოიდგინეთ ახლა ოჯახი წარმოიდგინეთ, ამდენი წმინდანი რო ყავს. ამდენი საქართველოსთვის შეწირული ამდენი შვილი რო ყავს ერთ ოჯახს. ეს საოცარი რამე. ჯერ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ამდენი შვილი რო ყავთ. ჩვენ სხვები არ ვიცით ახლა მათ ყავდა თუ არა, მაგრამ 9 ვაჟი და 1 გოგონა რო ყავთ.
10 შვილი უკვე ყავთ, რასაც ჩვენ ხედავთ და 10-ვე სამშობლოსთვის ბრძოლის ველზე დგას და მათ შორის დედა. მამა არ ჩანს აქ. შეიძლება მამა ნახე შენს ვარაუდს ვამბობ. კაც რომელსაც ასეთი ოჯახი ყავს, მამა როგორიღა უნდა ყოფილიყო და მამა შეიძლება უწინ აღესრულა, ჩვენ ეს არ ვიცით საქართველოს უბრძოლებში მოდიოდა, მით უმეტეს მე 17 საუკუნე სულ ასეთი იყო და ესეც ამ დროს ხდება და მარაბდელი გმირების ხსენება არის კიდევ დღევანდელ დღესთან. შეგვეციოს მათი მეოხება, რომ მათი სულისკვეთება ჩვენზეც ყოფილიყოს და ჩვენ სამშობლოს იქ გამოვდგომოდეთ, სადაც ჩვენი თავი მას დაჭირდება. იმ სფეროში, რა სფეროშიც ვართ, იქ გამოვდგომოდეთ ისე, როგორც ჩვენ სამშობლოს ჭირდება. ერთმა დალოცული და გახარებულები გავხდეთ. ჩვენთან არის ღმერთი. გამოიტანეთ სუფისფერი და გამხედა. დღეს ერთ-ერთი ჩვენი მრევლთაგანის დაბადების დღეა ალეკო ალექსანდრეში და გამფეტები გამოგიგზავნათ, თვითონ სხვაგან მოუწია წასვლა და პირი ჩაითქვა, რომ ნახე, ლოცვაში მაიქცენ.